რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ ყოფილი მეუღლე მას ფულს ძალავს და ეს ბრალდებები სრული სიცრუეა. ილია ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს მტკიცებულებები, რომლებიც მის უდანაშაულობას დაადასტურებს. მოდით მივყვეთ ქრონოლოგიას, რომელიც ცნობილმა ჟურნალისტმა იზაბელ რაბაგომ გაავრცელა. წყვილი აგვისტოში დაშორდა. თავდაპირველად მოლაპარაკებები მხოლოდ ფინანსურ საკითხებს ეხებოდა. ოქტომბრის ბოლოს ილიამ შეიტანა სამოქალაქო სარჩელი გაცილებაზე, სადაც მისი პირობები აბსოლუტურად გონივრული იყო და ბავშვებზე ზრუნვას ითვალისწინებდა. აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო. როგორც კი ჯორჯინამ გაიგო სარჩელის შესახებ, მან მაშინვე დაიწყო ადვოკატის ძებნა და სწორედ ამ დროს გაჩნდა ბრალდებები ძალადობის შესახებ. მან მოითხოვა კოლოსალური თანხა იმის სანაცვლოდ, რომ ეს საქმე საჯარო არ გამხდარიყო. ილია, როგორც ამბობენ, თავიდან ყველაფერზე დათანხმდა, რათა სკანდალი აეცილებინა, მაგრამ ჯორჯინამ მაინც შეიტანა ოფიციალური საჩივარი. აქ ერთი მომენტია. ბევრი ამბობს, რომ თუ ძალადობა მართლა მოხდა, რატომ არ თქვა ეს ადრე? მაგრამ მეგობრებო, ობიექტურობა მოითხოვს აღნიშნოთ, რომ ასეთი შემთხვევები ხშირია. ხშირად მსხვერპლი წლობით დუმს და მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს, როცა სხვა გამოსავალი არ აქვს. თუმცა, ამ შემთხვევაში ფინანსური ინტერესი აშკარად იკვეთება. ილია ამბობს, რომ მას აქვს აუდიო ჩანაწერები და შეტყობინებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს შანტაჟია. საინტერესოა ისიც, რომ ჯორჯინას უჭირს ადვოკატის პოვნა. რატომ? შესაძლოა იმიტომ, რომ საქმე ძალიან სუსტია და სერიოზულ იურისტებს არ სურთ რეპუტაციის შელახვა. ეს ყველაფერი ჯერჯერობით ილიას სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ. გავაგრძელოთ ილიას თემა. ბევრი სვამს კითხვას. თუ ილია უდანაშაულოა, რატომ დათანხმდა თავიდან ფულის გადახდას? მეგობრებო, ის ორმაგი ჩემპიონია. მისი ბრენდი მილიონებად ფასდება. მას არ სურს, რომ მისი სახელი ძალადობასთან ასოცირდებოდეს, თუნდაც ეს ტყუილი იყოს. ცნობილი ადამიანები ხშირად იხდიან ფულს, რომ მოიშორონ ზედმეტი პრობლემები. ეს არ ნიშნავს აღიარებას, ეს ნიშნავს სიმშვიდის ყიდვას. თუმცა ამჯერად სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. თუ ილია მართალია, ის ახლა საშინელ პრესაშია და მისი კარიერა შეიძლება შეფერხდეს. თუ ის მტყუანია, მაშინ UFC-ში კიდევ ერთი მოძალადე სუპერვარსკვლავი გვეყოლება, რაც სპორტისთვის კატასტროფაა. მანუელ მალარზა იტყობინებს, რომ ილიას აქვს ვიდეო მტკიცებულებებიც. მე პირადად უფრო ილიასკენ ვიხრები, რადგან მისი ქმედებები უფრო თანმიმდევრულია. ის პირველი გამოვიდა საჯაროდ და თქვა: "აი, მტკიცებულებები მაქვსო. ჩვეულებრივ, ვინც დამნაშავეა, ის დუმილს ამჯობინებს." ასევე ის ფაქტი, რომ ეს ამბავი ამდენ ხანს ჩუმად იყო და მხოლოდ ახლა გასკდა, ბევრ კითხვას ბადებს. ესპანეთში ეს საქმე ნამდვილი ბომბია. ნებისმიერი ადვოკატი სიხარულით მოკიდებდა ხელს ასეთ რეზონანსულ საქმეს, თუ მასში სიმართლის მარცვალი მაინც იქნებოდა. ის, რომ ჯორჯინას ადვოკატი არა აქვს, ძალიან საეჭვოა. მიუხედავად ყველაფრისა, მოგიწოდებთ იყოთ ფრთხილად. ნუ დავესხებით თავს არც ერთ მხარეს. დღეს შეიძლება გვეგონოს, რომ ჯორჯინა იტყუება, მაგრამ ერთ თვეში შეიძლება გამოჩნდეს ფოტოები დაზიანებებით და მერე ჩვენ ყველანი ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. იმედია ეს მხოლოდ ფინანსური დავაა და მეტი არაფერი. ილია ჩვენი სიამაყეა და ძალიან მინდა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს და ისევ ოქტაგონზე ვიხილოთ. ახლა კი მოდით გადავიდეთ სხვა ჩემპიონზე, რომლის გარშემოც ასევე ბევრი კითხვები ჩნდება. ახლა კი გადავიდეთ საშუალო წონის ახალ ჩემპიონზე, ხამზატ ჩიმაევზე. ყველამ ვიცით რა მონსტრია ის ოქტაგონზე, მაგრამ მისი ბოლო განცხადებები ბევრ კითხვას ბადებს. ხამზათი ამბობს, რომ ნასრუდინ იმავოვთან არ იჩხუბებს, რადგან ის მისი ძმაა. მეგობრებო, ეს არის პროფესიონალური სპორტი. აქ საუკეთესოები უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს. თუ ყველა მებრძოლი დაიწყებს ძმობაზე ლაპარაკს, მაშინ UFC საერთოდ რატომ არსებობს? ილია თოფურია და ხამზატ ჩიმაევი ის ჩემპიონები არიან, რომლებიც ქამრებს სახლში ინახავენ და ჩხუბს სხვადასხვა მიზეზით არიდებენ თავს. ხან ტრავმაა, ხან პირადი პრობლემაა, ახლა კი ძმობა გახდა მიზეზი. საინტერესოა, რომ ნასრუდინ იმავოვიც იმავეს იმეორებს. ამბობს, რომ ხამზათი დაეხმარა ბრენდონ ალენთან მომზადებაში და ოჯახებიც კი ჩაერივნენ ამ საქმეში. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს არის ჩვეულებრივი თავის არიდება. იკრამ ალისკეროვთან რადომ იჩხუბა ხამზათმა? ისიც დაღესტნელი იყო, ისიც მუსლიმი. მაშინ რატომ არ იყო ძმა? იმიტომ, რომ მაშინ ხამზათს ქამარი არ ქონდა და ტიტულისკენ მიიწევდა. ახლა კი, როცა ჩემპიონია, უნდა რომ მოსახერხებელი მეტოქელები აირჩიოს. სპორტში რელიგიისა და ეთნიკური კუთვნილების შემოტანა ძალიან სახიფათოა. თუ ასეა, მაშინ რუსეთში საერთოდ არ უნდა ტარდებოდეს ტურნირები, რადგან იქ სულ ძმები ჩხუბობენ ერთმანეთში. ხამზატ ჩიმაევი ჩემი ფავორიტი მებრძოლია, მისი სტილის გამო, მაგრამ ეს საქციელი კაცური არ არის. თუ ჩემპიონი ხარ, უნდა ეჩხუბო მას, ვინც პირველია რეიტინგში. იმავოვმა ამდენი იწვალა ამ შანსისთვის და ახლა უარს ამბობს. ეს აბსურდია.
საბოლოო ჯამში ორივე ამბობს, რომ თუ დანა ვაიტი დააძალებს, მაინც იჩხუბებენ. მაშინ რაღაც ბლატაობთ, რატომ ტეხავთ ამდენ ხმაურს? ეს ყველაფერი იაფფასიან პიარს გავს. დასკვნის სახით მინდა ვთქვა, UFC ნელ-ნელა ცირკს ემსგავსება. ჩემპიონები თავად ირჩევენ, როდის და ვისთან იჩხუბონ. დანა ვაიტმა უნდა მიიღოს მკაცრი ზომები. თუ ილია თოფურია და ხამზატ ჩიმაევი ქამრებს არ დაიცავენ უახლოეს მომავალში, ტიტულები უნდა ჩამოერთვათ. ჩვენ ფანებს გვინდა რეალური ბრძოლები და არა Instagram story-ში გარჩევები. ხამზათი ალექს პერეირას იწვევს, მაგრამ საკუთარ წონაში წესრიგს ვერ ამყარებს. ჯერ შენს დივიზიონს მიხედე და მერე გადადი სხვაგან. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერთ. ბოდიში რომ ამ კვირაში ვიდეოები დაგვიანდა, ცოტა შეუძლოდ ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე მწყობში ვარ. თქვენი კომენტარები და თბილი სიტყვები ძალიან დამეხმარა. თქვენ ხართ საუკეთესო ფანბაზა MMA-ის სამხაროში. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ილიას საქმეზე და ხამზათის ძმობაზე. ვინ არის მართალი და ვინ ტყუის. შემდეგ ვიდეოში დონატორებსაც გადავუხდი მადლობას. ახლა კი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმედია სპორტი გაიმარჯვებს და ინტრიგები უკან დაიხევს. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. მაგრამ ის, რაც ახლახან ხამზატ ჩიმაევმა თქვა, საერთოდ ყოველგვარ საზღვრებს ცდება. მისი თქმით, ნასრუდინ იმოვოვი მისი ძმაა და როგორ შეიძლება ძმებმა ერთმანეთში იჩხუბონ. ძმობა უპირველეს ყოვლისაო, გაიძახის ხამზათი. და მარტო ის რომ იყოს კიდევ რა უჭირს. თვითონ ნასრუდინ იმოვოვიც იგივეს იმეორებს. ჩვენ შორის ძმობაა. ოჯახები ჩაერივნენ, მშობლები გვიკრძალავენ ჩხუბსო. დღეს ამ ვიდეოში ვაპირებ ამ ორი მებრძელის რეალური სახე და მათი სასაცილო მიზეზები გამოვააშკარავო. სანამ დავიწყებდეთ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მეგობრებო, 20,000 გამომწერამდე სულ ცოტა გვაკლია. თქვენი მხარდაჭერა ძალიან მჭირდება. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩიმაევს. ვინც ფიქრობს, რომ ხამზათი ასეთი თავმდაბალი გახდა და მოყვასის სიყვარულით იწვის, მწარედ ცდება. ერთი რამ გარწმუნებთ, ჩიმაევის ადგილას იმავოვი რომ ყოფილიყო ჩემპიონი, ხამზათი მას ძმად კი არა ნადავლად აღიქვამდა და ერთ წუთში შეჭამდა. მაგრამ ახლა, როცა ქამარი თვითონ აქვს, უცებ მსოფლიო მშვიდობაზე და ძმობაზე დაუწყია ფიქრი. ბევრი გამომესარჩელება, ისინი მუსლიმები არიან და ერთმანეთს არ ეჩხუბებიანო. მერე კამარუ უსმანი ვინ არის? ისიც მუსლიმია, მაგრამ რატომ ეჩხუბა ხამზათი მას? თუ სპორტში რელიგიის და ნათესაობის გარევა გინდათ, მაშინ ჯობია რუსეთში საქორწინო სააგენტო გახსნათ და იქ ეძებოთ ნათესავები. UFC-ში რა გინდათ? ზოგი იმასაც ამბობს, ჩეჩნეთსა და დაღესტანს შორის დაძაბულოგა ჩამოვარდებაო. იკრამ ალისკეროვი სხვა პლანეტიდან იყო? მასთან ხომ იჩხუბა ხამზათმა? მაშინ სად იყო ეს ძმობა? უბრალოდ მაშინ ჩემპიონი არ იყო და არც ასეთი გავლენა ჰქონდა. ახლა კი როცა მწვერვალზეა, უნდა რომ წესები თვითონ დაადგინოს. ეს არის წმინდა წყლის ფარისევლობა, რამაც შეიძლება სპორტი დაღუპოს. მოლით რეალობას თვალებში ჩავხედოთ. სპორტი და რელიგია ორი სხვადასხვა რამაა. ხამზატ ჩიმაევს უნდა რომ ვინც პირველი პრეტენდენტია, ის მისი ძმა იყოს და ვისაც არ იცნობს, ის არა. ეს ნიშნავს, რომ მას ჩხუბი არ უნდა. თუ ტიტულის დაცვა არ გინდა, წადი და ბაზარში ხაჭაპურები აცხვე. ქამარი კი სხვას დაუთმე. მე პირადად ვთვლი, რომ თუ ილია ტოფურია და ხამზატ ჩიმაევი ქამრებს არ დაიცავენ, უნდა ჩამოერთვათ. დანა ვაიტი და ეს ჩემპიონები UFC-ს ცირკად აქცევენ. რა ლოგიკაა იმაში, რომ საშუალო წონის ჩემპიონმა უარი თქვას ნასრუდინ იმავოვთან ჩხუბზე? თუ კაცობაზე გაქვთ პრეტენზია, მაშინ მართლა ნუიჩხუბებთ. მაგრამ იცით რა მოხდება? აუცილებლად იჩხუბებენ. უბრალოდ ახლა ფასი წევენ. იმავოვმაც ბევრი ილაპარაკა და ბოლოს მაინც თქვა, თუ UFC დაგვაძალებს, ვიჩხუბებთო. ხამზათმა იგივე გაიმეორა. აბა რას ბლატაობთ, თუ მაინც ჩხუბი გიწევთ? მე მაშინ ჩავთვლი მათ კაცებად, თუ ორგანიზაციას მყაცრ უარს ეტყვიან. მაგრამ ეს არ მოხდება. ორივე ხელში ლაფეტის დაჭერა არ გამოვა, ძმებო. ჩიმაევის პოზიცია ჩემთვის სრულიად მიუღებელია. თან ამბობს ალექს პერეირა გაურბისო. ჯერ შენს დივიზიონში დაიცავი ქამარი ერთხელ მაინც და პერეირას მერე სიდე. ხამზათ, შენს ნიჩში ეჭვი არავის ეპარება. ჩემი ფავორიტი მებრძოლი ხარ, მაგრამ ეს საქციელი არაფერში ჯდება. ეს ჩემი ძმაა, ეს ბიძაშვილია, ეს დეიდის-შვილია. თუ ასეა, მაშინ სუფრა გაშლით და იქ მოაგვარეთ საქმეები. ოქტაგონი კი მებრძოლებს დაუტოვეთ. ჩიმაევი ტიპური ოპორტუნისტია. იმავოვი რომ ქამარი ჰქონოდა, ხამზათი მას ძმად კი არა ლუკმას დაუძახებდა. ნასრუდინ იმავოვი კი იძახის ბრენდონ ალენთან ჩხუბისას დამეხმარე და როგორ ვეჩხუბო. მეგობრო, ძლივს მიაღწიე სატიტულო შანს და ახლა ამბობ უარს. თუ ამ შანს გაუშვებ, მეორედ აღარ მოგცემენ. სპორტი იმისთვისაა, რომ გაირკვეს ვინ არის საუკეთესო. თუ ღვიძლ ძმასთან არ ჩხუბობთ, გასაგებია, მაგრამ ასე თუ მიუდგებით, მაშინ რუსეთში საერთოდ არც ერთი ტურნირი არ უნდა ჩატარდეს. ჩეჩნეთსა და დაღესტანში ადგილობრივ დონეზე არ ჩხუბობენ? იქ არ არის ძმები? როცა დამწყები ხარ ყველასთან ჩხუბობ და როცა დიდ ორგანიზაციაში მიხვალ, უცებ ძმობა გახსენდებათ? ეს ყველაფერი თავი მართლებაა.
თუ რომელიმე მებრძოლი ასეთ რამეს გააკეთებს, მე ყოველთვის მყმაღლად ვიტყვი ჩემს სასათქმელს. ნათესაური გარჩევები UFC-ს გარეთ დატოვეთ. თუ ჩხუბი არ შეგიძლიათ, წადით. ტალანტებისა და მებრძოლების ნაკლებობა არ არის. ერთი მიდის, მეორე მოდის. ეს ბუნების კანონია. თქვენი ლეგენდა ჩხუბით შექმენით და არა ამაო ლაპარაკით. ხამზათ, დაანებე ალექს პერეირას თავი და მიხედე იმავობს, თორემ ხალხი მასხრა დაგიგდებთ. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ სიტუაციაზე. ვწდები რამეში? ხვალ ახალ ვიდეოს დავდებ და მათაც გადაუხდი მადლობას, ვინც დონაცია გააკეთა. ეს ვიდეო კი აუცილებლად უნდა ჩამეწერა, რადგან ჩიმაევმა და იმავოვმა UFC-სგან რაღაც გაურკვეველი სპექტაკლი